ლექს დამწერია შვილისთვის, მე მაშინ მეოთხე კლასს ამთავრებდა, მოვიდა უფროსი შვილი ჩემთან და მარიამი და მითხრა, რომ მამა მასწავლებელმა მითხრაო, რომ შენ და მამამო ლექსი უნდა წაიკითხოთო სცენაზეო ერთადო. ჩვენს ღონისძიებაზეო. ატყდა ერთი ამბავი დავიწყი, მამა რაზეა ლაპარაკი, მეთქი, როდის არის ერთთვის მერე. ერთთვეში მეთქი ხნარ მე ლექს როგორ ვერ იმოსვისო კაცო ბავშვსაც ვასწავლი, მეც ვისწავლი, გავაკეთე. ვერაფრით ვერ ვნახე ისეთი. კი არის ახლა ქალი და კაცის სატრფიალოა, ხალხურებში ბევრია, ყველგან ვეძები აბსოლუტურად და ისე შემომადნა და შემომაცუთა ეს ერთი თვე, რომ წინა დღეს მეუბნება, რა ლექსი უნდა წავიკითხოთო კაცო, არაფერი, ვაიმე დედა რა ვქნა მეთქი. ვერაფერი, მამა მეთქი არ არის ასეთი ლექსი, ვერ ვნახე ვერაფერი, რომ მე და შენ ერთად წავიკითხოთ. ან უნდა წავიკითხოს შვილმა მამას, ან მამამ შვილს. და როგორც ასეთი ახლა ხალავისეთი თეთრი ხარ და მთელი ამბავი შვილს ხო წავუკითხავ, ხო? არ არის, სორი, მეოთხე კლასელ ბავშვს მით უმეტეს. და ვერ ვნახე და ძალიან აი ნახე რომ ძალიან ეწყინა. იმიტომ რომ ეთყობა იქ მოთხოვნა სხვანაირი იყო პედაგოგებისგან და ბავშვებისგან, რომ რას ქვია, აბა ნახეთ მარიამი და თავის მამა რა სიტყვიან, როგორ გააკეთებენ და რა ვქნა და დავჯიქი და დავიწყე დაწერა და მეთქი მამა ხვალ შენ ლექსი გექნება. ხვალ მეთქი შენ არ ნერვიულო და პატარა იყო მაშინ, ახლა კიდე დაელაპარაკებდაც რა ლექსი რა. მამა შენ მეთქი ხვალ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე იყო. მეთქი წადი. არ არის პრობლემა, დაიძინე. და მაშინ მომიწია ლექსის დაწერა. შენთვის ლექსის წასაკითხად გადავუქეკე პოეზია. შემს გულში რაც სათქმელი მაქვს წიგნებში რომ მომეწია. ბევრ სტრიქონსაც დავეთანხმე, ბევრიც ფანქრით გადავშალე, მივხვდი სიტყვებს ვიპარავდი, ავდექი და სულ წავშალე. თუკი გულში სათქმელი გაქვს არ მოგიტანს კონვერტ წერო, უნდა გული გადაშალო და გულიდან გადმოწერო და ამიტომ ჩემო შვილო მეგიგზავნი მამის წერილს, ჩემი ხელით დაწერილს და ამ გულიდან გადმოწერილს. ჩემო ლამაზო პატარა ქალო, ჩემო სიცოცხლის მაჯავ და გულო, მამას იმედო, მამას სინდისო, მამას ცხოვრების ლამაზო სულო. ერთი რამ მინდა ყოველთვის გითხრა, რომ აღარ იყოს კვლავ საკითხავი, მამა ვერ იცლის ეს ნეტა ვინ თქვა, მამა ყოველთვის შენ გვერდით არის. თვალებს დახუჭავ მე შენთან მოვალ და ისე მოვალ ვერ ვინ გავყაროს, შენ რომ პირველად გნახე ამ ქვეყნად აღმოვაჩინე, მაშინ სამყარო, მას შემდეგ მუდამ შენს გულში ვზივარ, სწორედ მე გავხდი შენი თანმხლები და თუ როდესმე ვერ დამინახავ, ჩემთან მოსასვლელ ფიქრებს გაღწევი. ერთი გახსოვდეს შენს უკან მდგავარ, მთელი ცხოვრების გზაზე მოყვები. თუ შენ სინდისთან მართალივლი მე სულ ვიცოცხლებ, აღარ მოვკვდები. შუაღამით გწერდი შენთვის ამ წერილს, ცრემლი მივსებ და ნაფიქრალ თვალებს, მე შენი სახე მედგა სულ თვალწინ და ვადარებდი მომღიმარ მთვარეს, ასე რომ მამას შენთვის სწალია. ის შენთანაა მამიკოს გულო, მამას იმედო, მამის სინდისო, მამის ცხოვრების ლამაზო სულ. ერთი მომენტი მქონდა კიდე მასე, მე სულ გადარბენა გადმორბენებზე ვარ ხოლმე და ბაღში ქონდათ რაღაცა ღონისძიება, ეს უკვე მეორე შვილს და ტანგო უნდა მეცეკვა. ამ ტანგოზე რეპეტიცია მიდიოდა თორემ ყოველდღიურად და რა ვიცოდი მე ვარ მეცალა, ეს ისინი რა ქვია შობლები, მამები დადიან თურმე კაცო იქ დემიპლიები და მთელი ამბები არის და გადაზნექვა, გადმოზნექვები და ვარდები და მთელი ამბები და მივედი მე დადგა ჩემი შვილი და ცეკოს მარტო, ბიჭო, აი ყველაფერი მომენგრა შიგნით რაც მქონდა, დაინგრა ყველაფერი. თუკი რამე უსწავლებიათ თეატრალურ ინსტიტუტში ტანგოზე, ტუზე რაც იწყებოდა, ყველაფერი გავიხსენე და გამოვიდა? რას ლაპარაკობ, აბა?
გამორიცხულია, იმიტომ რომ სურვილმა გაგაკეთებინა, სიყვარულმა გაგაკეთებინა, სიყვარული გაკეთებული საქმე ყველაფერი გამოდის, როგორც არ უნდა გამოვიდეს. რა, სულ რო დაეცე, ისე ადგები, რომ შენი ადგომა, ფეხზე ადგომა, ღირს დაუცემლად ცეკვასაც კი.